მეგობრები გვერდებიან, ცოტაც და დავიწყოთ. დიდი მადლობა, ვინც თავიდან ვიქნება ჩვენთან, ვინც შემოგვერდება, ვინც შეძლებს რომ ნახოს ეს გადაცემა თავიდან ბოლომდე და ვინც შეძლებს რომ გააზიაროს, ანუ სხვებსაც ურჩიოს რომ ნახონ ეს გადაცემა. დავიწყოთ მეგობრებო. დღეს ნიკოლოზობა დიდი დღე. გილოცავთ ყველას. ვიღავი ბედნიერი იტალიის ქალაქ ბარში, როდესაც ჩვენს მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად მუხლი მოვიდრეკე წმინდა ნიკოლოზის საფლავთან. ეს მართლაც შტამბეჭდავი და გამოკვეთილი დღე იყო. ბევრი რამ მაშინ მინდოდა მეთქვა, მაგრამ მეთხოვა მისთვის ის სასწაულ მოქმედია და მეთხოვა და ვთხოვა ის რომ როგორმე ქვეყანაში მოხდეს ხალხისა და მეცნიერების შეერთება, რომ იქნებ როგორმე პოლიტიკოსებისაგან დავიხსნათ ეს საქართველო და პროფესიონალების ხელში გადავიდეს. დღეს, როცა ამ დღეს ვიხსენებ, წარედაც, იმიტომ რომ სწორედ ამ დღეს წლების წინ ქუთაისში დიდების მემორიალი ააფეთქეს. ნიკოლოზობა დღეს ნიკოლოზის მამამ, ნიკოლოზის შვილმა და ნიკოლოზის შვილიშვილმა მიხეილ სააკაშვილმა დიდების მემორიალი ააფეთქა. ეს დიდების მემორიალი შეფასებული იყო როგორც ქართული ბიბლია,
და იყო შეფასებული როგორც ფილოსოფიური ტრაქტატი მეცნიერების მიერ. პატრიარქმა მას ქართული ბიბლია უწოდა, ხოლო ლევან სანიკიძემ მეცნიერული პოზიციით მას სწორედ ფილოსოფიური ტრაქტატი უწოდა. ეს ააფეთქეს. ეს არ იყო ურალო ამბავი. შეეწირა მას დედაშვილი შეეწირა. თავისთავად დარწმუნებული ვარ, ბევრის თვალზეც შემლი იყო, იმიტომ რომ ეს მაინც ქუთაისის შეჩეული იყო. დიდი პარკი უნდა გაშენებულიყო იმ ადგილზე, სტუდენტობასთან, ახალგაზრდობასთან დაკავშირებული და იმ ადგილზე, სადაც ასეთი დიდი მემორიალი ააფეთქეს ნიკროზობა დღეს, ააშენეს პარლამენტი. ნახოთ ისტორია ქართული პარლამენტების. დიდების ტაძარი იდგა იქ, სადაც დღეს თბილისში პარლამენტი დგას. ააფეთქეს და იუნკერთა და დიდ ეროვნული კაცების ძვლებსა და სისხლზე ააშენეს საქართველოს პარლამენტი თბილისში. ქუთაისში ანალოგიურად სისხლზეა აშენებული. თბილისში დიდების ტაძრის, ქუთაისში დიდების მემორიალის. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, ბატონებო, ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი და ნუ ალბათ ყველანი გიჟდავარქმევდით იმ ადამიანს, ვინც იტყოდა, რომ ეს მემორიალი შეიძლება აფეთქდეს, ან უნდა აფეთქდეს. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი იმას. ვერასდროს ბევრ რამეს ვერ ვიფიქრებდი, რაც მოხდა ვერც იმას, რომ ხალხს ასე დაამშებდნენ და თვითონ ასე გამდიდრდებოდნენ. ვერ ვიფიქრებდი, რომ განათლების სისტემას ასე დააჩიავებდნენ და ყველა პარტია იფიქრებდა მისთვის სასურველ კონსტიტუციაზე, მისთვის სასურველ განათლების სისტემაზე. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, რომ ერთპარტიული იქნებოდა საქართველოს პარლამენტი საბჭოთა კავშირის შემდგომ. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, რომ 10 წლიანი ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის შემდგომ ასე გაუჭირდებოდათ ხელისუფლების დათმობა, თუ წესიერები იქნებოდნენ. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, რომ საქართველოში ფულისა და ძალაუფლების მოყვარული ხელისუფლება ასე გამძაფრებულად დაეპატრონებოდა ქვეყანას. უამრავ რამეს ვერ ვიფიქრებდი. ვერ ვიფიქრებდი, რომ ინტელიგენცია ასე გაჩუმდებოდა. ვერ ვიფიქრებდი იმას, რომ ვინც ხალხს მოატყუებდა, ხალხის სათავეში მოექცეოდა, ხოლო ვინც ხალხს სწორად დაელაპარაკებოდა, ის მსხვერპლი გახდებოდა. ვერ ვიფიქრებდი მემორიალის, ვისაც დავიწყე მემორიალის დანგრევას და უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ აი დღესაც მიჭირს იმის გაფიქრება, რომ საქართველოში გაფიქრება მიჭირს არაბული ქალაქი უნდა აშენდეს. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, რომ საქართველოში მოვიდოდო ხელისუფლება, დავით აღმაშენებლის ქვეყანაში მოვიდოდო ხელისუფლება, იმ მეფის ქვეყანაში, რომელმაც რამდენიმე 3-400 წლოვანი ბატონობა არაბების დაასრულა და გაყარა ქვეყნიდან. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ ქვეყანაში არაბული ქალაქი აშენდებოდა. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, რომ დავით და კონსტანტინე მხეიძეების ქვეყანაში ბაწრით რომ ათრიეს ცოცხალი ადამიანები არაბებმა იმ პერიოდში არაბული ქალაქი აშენდებოდა. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, რომ ქვეყანას ეყოლებოდა ხელისუფლება, რომელიც რომელიმე ქვეყანასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას დაუმალავდა ხალხს. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი იმას, რომ ზამთარში, ქვეყანაში, სიცივეში თავის ქვეყნის მოქალაქეებს ცივ წყალს არ აკმარდნენ, რომ შეესხათ და გაზს გაუშვებდნენ, როგორც ეს 2011 წლის 26 მაისს მოხდა.
მერე შემდგომში მუდმივად ეგრე ამ ხელისუფლებანს იგივე ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი რომ წყალს კიდე რაღაცა შეურებდნენ და ხალხს დაუმალავდნენ რომ ამის საშუალებაც რომ არა აქვს ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი ამას აი მომკალითე ვერ ვიფიქრებდი ამას ვერ ვიფიქრებდი იმას რომ რასაც ხელისუფლება ეუბნებოდა არჩევნების წინ იმის საწინააღმდეგოს გააკეთებდა ყველაფერს არჩევნების შემდგომ ვინმე მოთხრა ხალხს რომ ემიგრანტებს უფლებებს შეუზღუდავდნენ ვერც ვიფიქრებდი რომ ხალხს ვინც ქვეყანა გადაარჩინა იმ ადამიანებს ესე იგი ხმის მიცემის უფლებას აართმევდნენ ვერ ვიფიქრებდი იმას რომ ჯარიმებს ასე გაზრდიდნენ არჩევნების შემდგომ ვერ ვიფიქრებდი იმას რომ ამდენი მხარდამჭერი ეყოლებოდა არაბული ქალაქების მშენებლობას პეტრე მამრაძე არ ვიცი რომელი ქვეყნის აგენტია მაგრამ პეტრე მამრაძემ როცა მოვიწვია და უთხარი რომ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ ხალხმა განსაჯოს რომ ჩემთვის არაფერი არ არის განსახილველიო ეს უნდა აშენდეს უნდა გაკეთდეს ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი იმას რომ საქართველოში შეუძლებელი გახდებოდა იმ სიის გამოქვეყნება ვინ იყიდა სტრატეგიული ობიექტები ნოლოვან აუქციონზე ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი იმას რომ საქართველოში კუპონის შემოღების დროს ხელისუფალნი ამ ხულ ფულს დაიტაცებდნენ პრაქტიკულად სესხად გადაახურდავებდნენ მაშინვე დოლარებში საოცარი კურსით და მერე კაპიკებში დააბრუნებდნენ თეთრებში დააბრუნებდნენ უკან ვერ ვიფიქრებდი რომ ეს სიაც არ გვექნებოდა ვერ ვიფიქრებდი რომ ისია არ გვექნებოდა ისია რომ ვინ აიღოს სესხები და რატომ მოიკრა თემურ დვალიშვილმა თავი და რასია ჩააბარა პროკურატურას რომ ვის ჰქონდა ეს სესხები გატარებული ესე იგი წაღებული ვერ ვიფიქრებდი რომ დემოკრატიულ საქართველოში უშიშროება ფულს ურიგებდა ხალხს 1200 პაკეტი აღმოჩნდებოდა უშიშროების მინისტრის ნათესავის სახში და ეს სიაც კი არ გამოქვეყნდებოდა ვინ არის 1200 კაცი რომელსაც უშიშროება ყოველთვიურად აძლევდა ფულს და ეს პატარა ფული არ იყო 5000 10000 15 და 20000 და მეტი როგორც ჩანს ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი ამას და ვერ ვიფიქრებდი იმას რომ ამას ხალხი შეეგუებოდა ისევე როგორც მეგონა მაშინ რომ დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანას ხალხი არ შეეგუებოდა რომ დიდების მემორიალის იმას ვერ ვიფიქრებდი რომ ხალხი ამას შეეგუებოდა ვერ ვიფიქრებდი რომ ქუთაისში აღმოჩნდებოდა კაცი რომელიც მხარს დაუჭერდა იმას რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმიდესა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით ქალაქის ცენტრში დავით აღმაშენებლის მოედანზე აღმართული წმინდანი მეფის ძეგლს გადაიტანდნენ და დადგამდნენ ლენინის კვარცხლბეკზე სადგურის მოედანზე დავით აღმაშენებლის მოედნიდან სადგურის მოედანზე ვერ ვიფიქრებდი ამას და ეს გადატანა უფრო ძვირი დაუჯდებოდათ ვიდრე ძეგლის დადგმა და ჩამოსხმა და ყველაფერი დაგვიჯდა ჩვენ ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი იმას რომ 1 კვადრატული მეტრის დაგება საქართველოში ამდენი ფული ეღირებოდა ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი იმას რომ დეპუტატები მშენებლობით ანაზღაურებდნენ იმას რაცაც არჩევნების წინ ხარჯავენ ფულს 200-300 დოლარი უფრო ნაკლები უჯდებოდა 1 კვადრატული მეტრი და 3-4000 დოლარად და ყოველ შემთხვევაში 2000 დოლარზე მეტად ყიდიდნენ ვერასდროს ამას ვერ ვიფიქრებდი მე ვერც კი წარმომედგინა ეს ქვეყანა შეიძლებოდა მე ვერც კი წარმოვიდგენდი იმას რომ ბიზნესად იქცეოდა პოლიტიკა ვერც კი წარმოვიდგენდი რა რამდენიც არ უნდა ვიძახო ვერც კი წარმოვიდგენდი რა ამოცანა რაშია აი რასაც ვერ წარმოვიდგენდი თუ რომელიმე სწორია თქვენ შეაფასეთ რომ რომელიმე გადაწყდა სწორად
თავიდანვანებოთ იმას მაშინ, რომელიც ხალხს მიაჩნია, რომ სწორად გადაწყდა და მე ვცდები ამ შეფასებაში, მაგრამ რომელშიც მეთანხმებით, რომ ეს არასწორად გაკეთდა, რომ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ბუნებრივი განვითარების გზას დაუბრუნდეს ქვეყანა და რაც დრო გადის მდიდარი კი არ მდიდრდებოდეს, არამედ ღარიბები არ გვყავდეს ამ ქვეყანაში. რომ ხელისუფლება ფიქრობდეს იმაზე, რომ ჩემი ამოცანა გავამდიდრო ხალხი და მე გავმდიდრდე მე. მე მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება ასრულებს თავის ფუნქციას. კონკურენტულ გარემოს ქმნის და დაცული ადამიანი. ორ ფუნქცია აქვს მთელ მსოფლიოში დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლებას. კონკურენტული გარემო და დაცული ადამიანი. დაცული ადამიანი არ არის 250 ლარია მინიმალური ხელფასია და 14, 15, 16, 30 და 50,000 ლარია ჯამში, რომელიც გამოდის თვეში ხელფასი ხელისუფლების წარმომადგენლებს. და თურმე 250 ლარი ყოფილა, ეხლა მიიღეს ისა 250 ლარი ყოფილა ეს. და მაშინ, როდესაც გაძვირდა პური, გაძვირდა ელექტროენერგია, ვერ ვიფიქრებდი იმას, რომ ამას ასე შეეგუებოდა ხალხი. ხალხი ისე დაამშიეს და დააუძლურეს, ხელები ჩამოუშვა უკვე და ბრძოლის არც უნარი აქვს, არც სურვილი აქვს და ძალიან ძლიერი გუნდია შესაქმნელი აი იმისთვის, რომ ეს დავძლიოთ. ეს დუმილი დავძლიოთ. და ვთქვათ, რომ დუმილი რეკავს. ასეთი პროტესტი ხალხში, შინაგანი პროტესტი არ ყოფილა არასდროს, მაგრამ გარეთ ეს არ ჩანს. რატომ? იმიტომ რომ ქუჩაში იმდენად არასწორად გამოვიდნენ და იმდენად არასწორი ძალები დარჩნენ, რომ ხალხს დაუკარგეს სურვილი ქუჩის. და რაც შეეხება პროგრამებს, კაცი არ კითხულობს უკვე არაფერს და ვინც ხალხს ატყუებს, ის ხელისუფლების სათავეში ექცევა, ვინც ორს ელაპარაკება, ის ხალხის მსხვერპლი ხდება. მე ვერც ვიმეორებ და რამდენჯერმე შეიძლება მომიწიოს ამის გამეორება ამ დღევანდელ გადაცემაში, რომ დღეს ნიკოლოზობა დღეს ვამბობ. მე ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, რიგითი ქართველი. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი იმას, რომ ამ ისტორიის ქვეყანაში, სადაც უარი გვითხრეს, რომ ქალაქი ფული არ ჭირდებოდა ხელისუფლებისგან და ქალაქი ბაგრატიონი მქონებოდა, თუ ვაშინგტონშია 300 წლის ქვეყანა არ არის ამერიკა და თუ იქ დააფასეს ფუძემდებლები კონსტიტუციის 9 საუკუნე ბაგრატიონთა გვარი მართავდა და მსოფლიოში აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დინასტია. ვერც კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიტანეთ ჩვენთან, აღარ ვლაპარაკობ მსოფლიო მასშტაბით და ვიმეორებ იმას, რომ ეს ქალაქიც კი ვერ დავაწესთ, ვერ ავაშენეთ ბაგრატიონი, მაგრამ ვაშენებთ ბაგრატიონი, დავით აღმაშენებლის ქალაქზე უარი ვთქვით და ვაშენებთ არაბულ ქალაქს. მიწა რო არ იყიდებოდეს, არაბული ქალაქი რატო უნდა შენდებოდეს საქართველოში? რატომ ხალხო? რაც არ უნდა ფული დახარჯო არაბეთში, რომელიმე ქვეყანაში ქართულ ქალაქს აგაშენებინებენ. 1 კვადრატულ მეტრს იყიდი საკუთრებაში. ასე გაპარპაშებენ. ამ ცივილიზაციის სათავეებიდან მომდინარე ქვეყანას. რატო გვემართება ეს? ვის ნებასრულს ასრულებს საქართველოს ხელისუფლება? ქართველი ხალხის თუ გარეძალების? და ვინ არის ეს გარეძალები? ვისი კარნახით ხდება ყველაფერი ეს? ვიმეორებ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში არაბულის ქალაქი აშენდებოდა და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამე გაებედა ხელისუფლებას, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენი მხარდამჭერი ეყოლებოდა მას. და მხოლოდ უნდა გავიხსენოთ მაშინ აკაკი წერეთლის დათქვამი, რისი ღირსი ხარ შენ საქართველო, თუ ჩვენ დაუშვებთ იმას, რომ საქართველოში არაბული ქალაქი აშენდება. ჩვენ ინვესტიცია ყველა ქვეყნიდან ჯერ ერთი ხელისუფლება არ აქვეყნებს ხელშეკრულებას. უკვე თავისთავად ხო ეჭვია. რა გაქვთ, რა გიწერიათ ამ ხელშეკრულებაში ისეთი, რომ ქალაქი შენდება და ეს ამ ხელშეკრულებას არ აქვეყნა. რა გიწერიათ ესეთი? რატო გეშინიათ ამ ხელშეკრულებისგან? ყველა განათლების კანონს ვერ აქვეყნებთ. რა წყალი მიასხით ხალხს, იმის ანალიზს ვერ აქვეყნებთ.
ესე იგი ხელშეკრულებას რომელიც გაფორმდა არაბულ მხარესთან ვერ აქვეყნებთ. აბა ეს რა ვისი ხელისუფლება ხართ თქვენ? ესე იგი იმ ქვეყნების ხელისუფლება ხართ, ვისაც უქვეყნებთ ამას და ვისაც აწერთ ხელს. საქართველოს ხელისუფლება როგორ ხართ თქვენ? დღეს ნიკოლოზობაა. დღეს უნდა ითქვას ეს და ბევრი რამ უნდა ითქვას დამაფიქრებლად. რო არის ახალი წლის დღეებში რაღაც პერიოდი, რომ ყოველი ადამიანი ხელისუფლებაშია თუ ხელისუფლების გარეთ რაღაცაზე ფიქრობს და ფიქრობს იმაზე, რომ კი, მაგრამ მისი მოქმედება ქართულია თუ ანტიქართულია. ყველა ვინც ხელისუფლებაში ხარ და ხელისუფლების გარეთ, ყველამ ხო უნდა ვიფიქროთ ერთი წუთით მაინც იმაზე, რომ ჩვენ როგორც მოქმედებთ ეს ქართულია თუ ანტიქართულია. როგორ შეიძლება ბატონებო იყოს ქართული დამშევა ხალხის? როგორ შეიძლება იყოს ქართული ხალხის გაშვება ქვეყნის გარეთ მონური შრომისთვის? როგორ შეიძლება იყოს ქართული კარების გახსნა 170 ქვეყნის წარმომადგენლებისთვის ქვეყანაში ვიზის გარეშე რომ შემოდიან? როგორ შეიძლება იყოს ქართული მიწების გაყიდვა? როგორ შეიძლება იყოს ქართული ტყეების გაყიდვა? როგორ შეიძლება იყოს გაყიდული ქართული როგორც ზღვის, ასევე ქართული ზეცის გაყიდვა? როგორ შეიძლება ყველაფერს ხო ყიდით? ყველაფერი ხო ყიდით რატო? იმიტომ რომ ხელისუფლება შეინარჩუნოთ. მეტი არაფრისთვის. ესე იგი ის რაც შეუქმნია, რაც ღმერთს უბოძებია ჩვენთვის, რაც ბუნებას უბოძებია და რაც ქართველ ხალხს მისი ისტორიის მანძილზე შეუქმნია, ამას ყიდის ერთი და ორი ხელისუფლება, იმიტომ რომ შეინარჩუნოს თანამდებობა. ესაა საქართველო. ეს არის ქართული. ამაზე შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქართულია. რამ დაგვაბნელა, რომ ამას უწოდებთ, ქართულს ამას უწოდებთ. ფულის ტრიალი, ფული არის პოლიტიკაში, ეს არის ქართული. უამრავი ადამიანი განათლების რეფორმა, რომელიც ტარდება, ეს არის ქართული. საბჭოთა სისტემაზე გადავდივართ. და რეალურად 10-15 წლის შემდგომ ვინც ხელისუფლებაში არიან, თუ ამას ჩვენ დაუშვებთ ამ სისტემას, მათი შვილები და შვილიშვილი იქნებიან ხელისუფლებაში. პრაქტიკულად დინასტია ჩამოყალიბდება აი მმართველთა და მონების. საქართველოს მოსახლეობის 90% იქნება მსახური და მონა, ხოლო ისინი ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში, ისინი დღეს ხო არიან ბატონების როლში. აი ხვალ მათი შვილები და შვილიშვილები იქნებიან ამ განათლების სისტემის რეფორმით, რომელსაც ისინი აკეთებენ. ყველა რექტორი დღეს, რომელიც ხმას ვერ იღებს ამ რეფორმაზე, ამ ხელისუფლების მონაა. ყველა რექტორი, რომელიც დღეს ხმას ვერ იღებს არაბული ქალაქების მშენებლობაზე, ამ ხელისუფლების მონაა. ჩვენ უნდა დავწმუნდეთ იმაში, რომ ვინ არიან ეს რექტორები და ვინ არიან ეს საბჭოები, ესენი ემსახურებიან სტუდენტობას, სტუდენტებს, ქართველ ხალხს, მომავალს ქართველი ხალხის, თუ ემსახურებიან რაღაც გარკვეულ კლანს, რომელი კლანიც აწესებს თავის ბატონობას და მრავალ საუკუნოვანს. ფეოდალურ სახელმწიფოში გადავდივართ. როცა ხელოვნურ ინტელექტზე საუბრობს მთელი მსოფლიო და რუსეთშიც კი მთელი ელიტა იკრიბება და პრეზიდენტი ესრება ხელოვნური ინტელექტის თაობაზე როგორი პროგრამა უნდა კონდეს რუსეთს, რომ ამერიკაში, ევროპაში ამაზე მთელი რიგი ისინი, როცა რუსეთში ილონ მასკი აშენებს რობოტების ქარხანას, როდესაც რაღაც ინტელექტი ასეა ორიენტირებული მთელი მსოფლიო, ჩვენ ფულის მონებად ვიქეცით და ფულიანების მონებად ვიქეცით ამ ქვეყანაში. დღეს ნიკოლოზობას უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, შევთხოვოთ უფალს, შევთხოვოთ წმიდანებს, რომ დაგვიხსნას ამ უბედურებისაგან, მაგრამ ჩვენც ხელი უნდა გავანძრიოთ. სწორედ ეს შეკედება იყო დღეს, რომელიც დაიწყო 7 საათზე, საერთოდ რთული დღე, ყოველი დღე რთულია, მაგრამ აი დღეს აფხაზეთის უნივერსიტეტის და საერთოდ განათლების სისტემის ბატონი თემურ ჩილაჩავა, ესე იგი გია კვაშილავა, ეს ორი უსერიოზულესი მეცნიერი. ბატონი ვახშიჟვანია მართვის საკითხებში მეცნიერი, მეც თხოვეს და მივიღე მონაწილეობა ამ განათლების რეფორმის ის უკვე დევ საიტზე. ეს კატასტროფაა რა ციფრების მომისმინა და რასაც ვხედავ, ეს რა განათლების რეფორმაა. ეს არის რეფორმა ოცნების ბატონობის დამყარების სამომავლოდ ქვეყანაში. არავით არის სხვა რამ ოცნება ვინც არიან ხელისუფლებაში, მათი შვილები და შვილიშვილები.
გამორიცხული ეს სხვა მიზანი ამას არ აქვს. რაც ვერავინ ვერ შეძლო და ვერ გაბედა, ვერ გაუბედა ქვეყანას. ბიძინა ივანიშვილი უბედავს ამას ქვეყანას. და ჩვენ ჩუმად ვართ. კატასტროფა ბიძინა ივანიშვილი თავის ფულებით. საქართველოს მომავლისთვის. კატასტროფა. და კატასტროფა ხართ ყველანი. ვინც თქვენ ამას ემონებით და აქებთ და ადიდებთ. დღეს მეუბნებოდნენ ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც როდესაც ინგრეოდა ოქროს საბადოებზე იქ და გერმანელები ჩამოვიდნენ და თქვეს, ეს ისტორიაა თქვენი რას ანგრევთო. და იქ კარავი და დასა ღამეებს ათენებდა, დღეს გამოდის და აქებს ბიძინა ივანიშვილს. ახალგაზრდები ძალიან ბევრი, არა ყველა, მაგრამ საკმაო რაოდენობით, 5-იც ბევრია, 6-იც ბევრია, 10-იც ბევრია, ასეთ შემთხვევაში თუნდაც 1000 კაცი 10 რო გამოვიდეს, ისიც ბევრია, ვინც ქუჩაში გამოვიდა, როცა ევროპა და ამერიკა არ გვინდაო და უწყვეტ ურთიერთობებს და ესე იგი მათთან გარკვეული პერიოდითო და მე კიდე რა იქნება ვნახოთო, მაშინ რომ გამოვიდნენ ახალგაზრდები და ძალიან პირველ რიგებში რომ იდგნენ, მერე ოცნების სიაში რო აღმოჩნდნენ. გახსოვთ თქვენ პრემიერ-მინისტრი უნივერსიტეტში მიდიოდა, არ უშვებდნენ ლექციას არ ატარებინებდნენ. სად არიან ეს ახალგაზრდები? გახსოვთ თქვენ ძალიან ბევრ ამას რომ ეწინააღმდეგებოდნენ. ესე იგი ახალი ბიზნესი გაჩნდა ქვეყანაში. დაიწყე აქტიურობა, მოვა ბიძინას ფული და უკვე გახდები ბიზნესისტი. დაიქცა ქვეყანა ბატონებო. დაიქცა ქვეყანა. ადვილია ჩემთვის ამის საუბარი. ადვილია ჩემთვის ამის საუბარი. არა ბატონებო. მაგრამ გამოსავალი არის ის. თავი ხო უნდა გადადოს ვიღაცა. დღეს 20 მეცნიერი 7 საათთან რომ დავიწყეთ, გითხარით რომ ის გადაცემა იყო, მე ძალიან ძლიერი გამოფენა გაიხსნა ვლადიმერ კანდელაკის, რომელიც 30 წელი ამერიკაში იყო, ადრე რუსეთში, ძალიან დიდი ქართული სულის ესე იგი მხატვარია, ესე იგი აი გალერეაში, ცისფერ გალერეაში გაიხსნა მისი გამოფენა. ყველას ურჩევდი რომ ენახა ეს გამოფენა, უნიკალური გამოფენა, თვითონ ეს უდიდესი მხატვარია და დიდი ძალისხმევა დაჭირდა იმას, რომ აწლეულები დაჭირდა იმას, საპატრიარქო და რა ვიცი, ყველა იყო ჩართული და ვერა და ბოლოს მოხერხდა. ისაც უნდა 20, 25, 30 წლის წინ უნდა მომხდარიყო, ძლივს ახლა მოხერხდა და არავინ მას არ ესწრებოდა. აბსოლუტურად ეს ხელისუფლებას არ აინტერესებს. აი ასეთი გამოფენა არ აინტერესებს მათ. ეს სამარცხვინო მდგომარეობაა. სამარცხვინო მდგომარეობა. იმის მერე 7 საათზე იქიდან ეს 6-ზე გაიხსნა, 7 საათზე დაიწყო ჩვენი შეხვედრა თავისუფალი დღის წესრიგით მეცნიერთა კონგრესის წევრთა მონაწილეობით და ეხლა აგერ იქიდან იმიტომ იყო რომ პირდაპირ მოვედი, როგორც კი დამთავრდა წამოვედი ეგეთ. და ეგერ ვარ მე გაუცებული ვარ, მე მეამაყება როგორი მეცნიერები ყავს, როგორი ხალხია მეცნიერთა კონგრესში, რა ღია გულახდილი საუბარი იყო, როგორ კარგად და სწორად ხედავენ ყველაფერს, როგორ კარგად აქვს წარმოუდგენელი ქვეყნის მომავალი და როგორ პრობლემებს ხედავენ ოცნებაში და როგორ პრობლემებს ხედავენ იმაში, რასაც ქვია ბიძინა ივანიშვილი მისი ფულით. როგორ პრობლემებს ხედავენ თუნდაც ყოფილი პრეზიდენტების და ყოფილი პრემიერ-მინისტრების და სხვების მიერ რაღაც როგორც იტყვიან აი ამ ქუჩის ქმედებებში, მაშინ როდესაც სრულიად სხვა ქმედებებია საჭირო, გააზრებული, დარბაისტური. ნაცვლად ამისა, ყველაფერი რაც მოქმედებს ესე იგი ბიძინა ივანიშვილის და მისი ფულის სასარგებლოდ. რომ ხალხი რომ ხედავს იმას, ქუჩაში რა საუბარია, რა გინება, რა ლანძღვა, ვინ გამოდის და რაღაც ძალიან ბევრი სახელი უტყდება ყველაფერს. და ეს იყო ძალიან გულიანი გულახდილი საუბარი. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი მოქმედების რეგლამენტი, სტრატეგია. რა თქმა უნდა, იანვარი რთულია ბევრი რამისთვის, მაგრამ ეს იანვარში უნდა გავიაზროთ ყველაფერი და 8 თებერვალი დღეს ძალიან გამოკვეთილად ითქვა, რომ დიდი ეროვნული შემოძახილის დღედ ვაქციოთ. დიდი ეროვნული შემოძახილის დღედ. როდესაც მე ვთქვი დაახლოებით 10 დღის წინ, რომ ქუთაისიდან უნდა დიდი ეროვნული შემოძახილი გაკეთდეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩავიდა მერე ქუთაისში. მე მიხარია, როდესაც რამე შენდება ქვეყანაში. მაგრამ სამუშაო ადგილი სად იქნება ბატონო?
რაც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს, იმიტომ რომ სამუშაო ადგილის შექმნისთვის ხელფულს არავინ არ იძლევა. აი მე ვხედავ რეალურად დაახლოებით 80-100 მილიონს, რომელიც მარტო ქუთაისში დაიხარჯა, განაცუდი საქმეა, რომ გაკეთდა ბაღი, განაცუდი საქმეა, რომ რეკონსტრუირდება რაღაც თეატრი, სხვანაირად განაცუდი საქმეა, რომ აშენდება სპორტის სასახლე, მაგრამ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ 100 მილიონის სამუშაო ადგილები რომ შექმნილიყო. ჩვენ გაცილებით მეტრამეს გავაკეთებდით. კულტურის ხაზით, სპორტის ხაზით, ყველაფერს ორჯერ უკეთეს ავაშენებდით და ორჯერ დიდ ავაშენებდით 4-5 წლის შემდგომ. ადამიანის სამუშაო ადგილი გარბის, გარეთ სამუშაო ადგილები არ არის. ქვეყანაში არაფერი არ ფული არ იხარჯება იმისთვის, რომ სამუშაო ადგილი შეიქმნას. ფული იშოვება სწორედ ისეთი ობიექტების მშენებლობაზე, როგორიც არის გზები, პარკები, ბაღები, სპორტის დარბაზები. ნახევარზეა. ნახევარი არ ჭირდება 10 მილიონით ქუთაისს შევცვლიდი. აი ეს პროგრამა წარუდგინე თავის დროზე ნაციონალურ მოქალაქეთა კავშირს და უთხარი რომ პარლამენტში რო გამოდით თქვი რომ 10 მილიონი ასესხეთ ქუთაისს და თქვენ ვერ იცნობთ ქუთაისს. იმის მერე 1 მილიარდი დახარჯეს. ეხლა ყოველწლიურად რაღაც იმას და იმის ნახევარი ვერ გააკეთეს, რისი გაკეთება შეიძლებოდა მაშინ წესიერად აპატიოსნოთ. დღეს როდესაც საუბრობენ აი ამ საუნივერსიტეტო ქალაქებზე და ამბობენ რომ ქუთაისი უნდა იყოს ორი ცენტრი, თქვენ გონიათ რომ წერეთლის უნივერსიტეტი იქნება მთავარი? არა, ის მეორე უნივერსიტეტი. იმის პერსპექტივა მე კი ვიცი ძალიან კარგად რა იყო და რა უნდათ იქ და რა უნდათ რომ გაკეთდეს იქ. და ან კიდე ბათუმში რატო არ უნდა იყოს ცენტრი რა? რატო უნდა გადავყიდოთ დავაპირისპიროთ ეს ქალაქები ერთმანეთს? სოხუმი ჩვენ მქონდა საშუალება ეხლა რომ სოხუმზე გვეფიქრა და გვეთქვა რომ აი როცა ერთად ვიქნებით, აი სოხუმში, ცხინვალშიც როგორ იქნება? ჩვენ ეს ხალხს უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. როცა კანონს იღებ, ორი სამეცნიერო ცენტრიო, შენ კანონი ხო უნდა მიიღო იქედან გამომდინარე, როგორიც იურისდიქცია რაზეც გადის, ან ის არის თუ ჩვენ რეალურად საქართველოს საზღვრები როგორია გაეროს ფარგლებში, ჩვენ ყველა კანონს უნდა ვიღებდეთ იმ ტერიტორიის გათვალისწინებით, რომელიც გაეროს მიერ არის აღიარებული საქართველო, როგორც გაეროს მიერ აღიარებული საქართველო. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ვის ჭირდება ეს? რატომ ვაკეთებთ ამას? ესე იგი პრაქტიკულად ეს გამოვიდა ის რომ თბილისში ხედავთ იმას რომ ზოგიერთ უნივერსიტეტში საერთოდ თბილისში განახევდება სტუდენტების რაოდენობა, ეს ასნიშნავს ლექტორების რაოდენობა, ხელფასები გაიზრდება თუ რა თქმა უნდა, ისე გაანახევრებენ. ეხლა ნახეთ როგორ გადაიკიდება ხალხი ერთმანეთს. აქ არის რომ ერთიანი ეროვნულ სხეულად არ უნდა იქცეს საქართველო. და როგორ მოხდება? ეტყვიან აგერ 100 კაცი რო ხართ დღეს უნივერსიტეტში, ამ 100 კაციდან უნდა დარჩეს 20. ამიტომ ეს ადამიანები მტრებად ექცევიან ერთმანეთს. ხვალიდან უკვე დაიწყო ეს. რეალურად ამას აკეთებს ხელისუფლება. ნაცვლად იმისა, რომ თქვა ჩვენ ადამიანები ერთმანეთსკენ წავიყვანოთ და სისტემა შევქმნათ ისეთი, რომ კი არ უპირისპირდებოდნენ ადამიანები ერთმანეთს, არამედ პირიქით საერთო ენას ყოველობდნენ ერთმანეთთან მივდიოდეთ, არამედ ხდება საპირისპირო რამ. ქალაქებს ვაპირისპირებთ ერთმანეთთან. ქალაქებში ხალხს ვაპირისპირებთ ერთმანეთთან. ინსტიტუტებს ვაპირისპირებთ ერთმანეთთან. ინსტიტუტების შიგნით პროფესურას ვაპირისპირებთ ერთმანეთთან. თქვენ ნახეთ რაები ატყდება. ვიღაცას მიცემენ 5,000, 6,000, 10,000 ლარს, ვიღაცას რაღაც კომპენსაციით და გამოუშვებენ გარეთ და საერთოდ ჩამოართმევენ ყველაფერი იმას. ისეთი ხალხი დარჩება გარეთ, სახთად დარჩებით თქვენ, რომელთა გარეშეც უმაღლესი განათლება არ არსებობს, მაგრამ ესენი დატოვებენ მხოლოდ იმათ, ვინც ამიტომ ყველა დღეს ფერფე შეგება, რომ იქნებ დარჩეს, ნაცვლად იმისა, რომ ვიბრძოლოთ, რომ ასეთი კანონი არ იქნას მიღებული. დღეს ბრძოლა მიდის იმისთვის, რომ ვინ უფრო მეტად დაუმტკიცოს ხელისუფლებას, რომ მე თქვენი ვარ, თქვენი მონა ვარ, თქვენს წინაშე შევარდნათ და დავარდნილი და ესე იგი აი რაც გინდათ მიქენით, ოღონდ არ გამწიროთ და ოღონდ მე მომეცით და სხვაზე წინ დამაყენეთ მე. აი ამისთვის იბრძვიან. ეს არის საქართველო. ეს არ არის საქართველო. ჩვენ ყველანი უნდა ვებრძოდეთ ასეთ საქართველოს და ვიბრძოდეთ შეკრული საქართველოსთვის. სადაც ადამიანები ერთმანეთს მტრები არ არიან. სადაც ერთი ადამიანი მეორეში მის მტერს არ ხედავს.
რეალურად ხელისუფლება იმ ხალხში, ვინც არ იზიარებს ხელისუფლების მოსაზრებებს, მტერს ხედავს. არა მარტო ოპოზიციაში. თუ არ იზიარებ ხელისუფლების მოსაზრებებს, მტერი ხარ. თუ არ იზიარებ ოპოზიციის მოსაზრებებს, ოპოზიციის მტერი ხარ. ამათ ხომ მტრებად აქციეს. ეხლა უკვე უნივერსიტეტებში აქცევენ პროფესურას ერთმანეთის მტრებად. კერძო უნივერსიტეტები ძალიან დიდ რამეში გაწირეს. მაგრამ ძალიან ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს თავის ფუნქცია. რა ფუნქცია აქვს? ორი ფუნქცია აქვს, როგორც თქვი და 1000 წლის გავიმეორებ. ორი ფუნქცია აქვს ხელისუფლებას ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში. კონკურენტული გარემო შექმნას და ადამიანი იყოს დაცული. საქართველოში კონკურენტული გარემო არ არის და ვერ იქნება, იმიტომ რომ აქ არის კორუფცია და საქართველოში დაცული ადამიანი ვერ იქნება, იმიტომ რომ 250 ლარი ყოფილა მინიმალური ხელფასი და მაშინ პარლამენტარი, რომელიც დაქირავებული ყვა ჩვენ რომ გვემსახუროს, ჩვენი მსახური იღებს რამდენითმეც 20-30,000 იქნება ზოგიერთი აიღებს ამ იმას. ეს წარმოიდგინეთ თქვენ რამდენჯერ მეც მინიმალურ ხელფასზე. ეს რა არის? ძალიან ბევრი მე მეკამათება იმაში, რომ აი აბა რა ვქნათ, არაბები თუ არ შემოვიდნენ, ინდოელები, ჩინელები თუ არ შემოვიდნენ, ესე იგი მაშინ ამერიკა, ევროპა არ მოდის. რატო არ მოდის, ხო უნდა ვიკითხოთ. ეს შეგნებულად არის ბატონებო გაკეთებული. ევროპის და ამერიკის განზღვას რო წამოვეკიდეთ ყველანი ამ სიტყვის ლიტერატურული გაგებით ვამბობ ამას, რომ წამოვეკიდეთ ყველანი. რატომ? იმიტომ რომ საქართველოში არის კორუფცია და საქართველოში არის ნეპოტიზმი, ძმავიჭობა, მეგობრობა, კორუფცია. ამიტომ დემოკრატიული ქვეყნის ბიზნესმენი აქ არ წამოვა. დემოკრატიული ქვეყნიდან აქ ფული არ წამოვა. დამაისადები რომელი ქვეყნიდან უნდა წამოვიდეს? წამოვა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ თვლიან თავს დემოკრატიულად და რომლებიც სადაც კორუფცია არის და არც ამას უარყოფენ თვითონ. და მოდის ამ ქვეყნებიდან. და ვლაპარაკობთ იმას, რომ სხვები არა, ვინ წამოვა აქ? ნორმალური ქვეყანა, უამრავ პიროვნებასთან გვაქვს საუბარი და გვეუბნებიან, რომ საქართველოში ჩვენ კაპიტალით არ შემოვალთ. იმიტომ რომ საქართველო არის კორუფციული ქვეყანა. და საქართველო არის ნეპოტიზმზე, ნათესაობა, მეგობრობა, ძმაბიჭობაზე აგებული ქვეყანა. ამიტომ ჩვენ ვერ წამოვალთ. ეს არის, ამიტომ არ უნდათ ამერიკა და ევროპა. ევროპაში რო შეხვიდე, ხელფასი, როგორც მინიმუმ 1000 ის პენსია როგორც მინიმუმ 1000 ლარიდან უნდა იყოს. და მინიმალური ხელფასით ადამიანი უნდა ყიდულობდეს იმ ქვეყანაში, ანუ საქართველოში უნდა ყიდულობდეს 1000 ლიტრა ბენზინს. 3000 ლარი მაინც უნდა იყოს. აქ რა არის? თვითონ როგორი ხელფასები აქვთ? პრაქტიკულად საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაწირეს ღარიბი ცხოვრებისათვის. განათლების რეფორმას აკეთებენ ისეც, რომ 99% შვილი, 1% რაღაცა შეიძლება მოხდეს, 99% შვილი ამ ღარიბების ვერ მოხდება ვერასდროს რაღაც წარმატებულ და ისეთ უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ვერასდროს ხელისუფლებას და ამაში ვერ მოვლენ. ანუ ყველაფერი მიდის იქეთკენ, რომ ჩვენ ვიქცეთ 21 საუკუნის ფეოდალურ სახელმწიფოდ, სადაც სიმდიდ გამდიდრების მთავარი საფუძველი იქნება იყო ხელისუფალის მონა. მონური ფსიქოლოგიის ადამიანების ხელისუფლება. მოვა დრო ისტორია იტყვის, რომ დღეს ხელისუფლებაში პარლამენტში და მინისტრები, გუბერნატორები, მერები ვინც არიან, ესენი არიან მონური ფსიქოლოგიის ადამიანები, იმის გათვალისწინებით, რომ აქ თავარი არ არის სახელმწიფოსადმი როგორია დამოკიდებულება. თავარია ბიძინა ივანიშვილისადმი დამოკიდებულება როგორია. ხარ ბიძინა ივანიშვილის მონა, ნიშნავს, რომ იქნები მდიდარი, იქნები ხელისუფლებაში. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არ იყიდებიან. აი, ვინც არ იყიდება, ის არის ქართული პროცესის შემქმნელი. აი, ის არის ძლიერი და ის არის ღონიერი. ვინც არ იყიდება, ის ხალხი დაასრულებს ამ ხელისუფლებას და ასეთ განწყობას ხელისუფლებებში დაასრულებს იმას, რომ ხელისუფლებაში მოდიოდნენ ფულისა და ძალაუფლების მოყვარულნი და საქართველო იქნება ბედნიერებით სავსე ქვეყანა. მე ამაში ოდნავ არ მეპარებ ეჭვი.
ჩვენ წარერამეები უნდა ვთქვათ ამ წელში, რომ იქნებ ახალი წლისთვის, ახალ წელში გავიაზროთ ბევრი რამ და გავიაზროთ ახლებურად. ჩვენ არაფერს თავზე არ ვახდეთ, რაც ჩვენ ვაკეთებთ ანალიზს და ჩვენ ვამბობთ იმას, ნახეთ, ქვეყნიდან გასვლა და ქვეყნიდან შემოვა, ნახეთ დემოგრაფიული სიტუაცია, გარდაცვლილთა რაოდენობა აჭარბებს დაბადებულთა რაოდენობას, ხალხო, და წარმატებული ქვეყანა ვართ. ხელფასის, პენსიის მოცულებაზე აღარ ვლაპარაკობ. ბანკების იმაზე არ ვსაუბრობ, კრედიტებზე აღარ ვსაუბრობ. სად არის რომელიმე ერთი, რომელიც დაპირდნენ? იაფის სესხით დაწყებული, დამთავრებული ქარხნები და აშენებენ გზებს და იმას და იგებენ 50% ჯიბეში იდებენ. ეს არის რეალობა. 20 თუ 25 ლარი დაჯდა კვადრატული მეტრი დავით აღმაშენებლის პროსპექტი რო გავიყვანეთ ჩვენ. რა შეიცვალა ქვეყანაში ის რომ $300-400 რო გახდა ერთი კვადრატული მეტრი? რა შეიცვალა? ასია გაძვირებული ყველაფერი ვითომ რომ რეალურად ესე იგი ამდენჯერ უნდა გაზრდილიყო ეს? არაფერი, ჯიბეები გაისკელეს. ჯიბეები 2 მილიონი იყო საკმარისი იმისთვის და ზედმეტი კიდე ქუთაისში რაც რაშიც 15 მილიონი დაიხარჯა. 2 მილიონი. რაშვაშია მსახიობები ყავს უნიკალური ოპერას ქუთაისში და მიყვარს ეს ხალხი ყველა, მაგრამ ისინი რაშვაშია ახალ ოპერის თეატრს ააშენებდით თანამედროვე ტექნოლოგიით, იმ ფულით, რომელიც იხარჯება ამის იმაში. ვინ ეკითხება იმას, ოპერა ამაში ჩართული თუ რა, ამას ხარჯავენ სხვები. ანალოგიურადაა ყველგან. გზა და ყველაფერი აცკეთება. საშინელი კორუფციის ქვეყანაა საქართველო. საშინელი კორუფციის ქვეყანა. და რომ დარწმუნდეს როგორი კორუფციის ქვეყანაა, მოვაერთხელ ისეთი ხელისუფლება, რომელიც სუფთა ხელებით რომ იქნება და ეროვნული იქნება და საქართველოს მოსახლეობა ნახავს იმას, რომ გაცილებით უფრო იაფად უკეთესი ხარისხის აბერტი გაბედონ და დააგონ ჩინელებმა ისეთი გზა როგორც საქართველოში აგებენ. აბა ჩინეთში გაბედონ. აბა გაბედონ თურქებმა და ისეთი გზაზე ვერ შეატყობ იმას რომ მიდის საერთოდ ვერ მიხვდები რომ მოძრაობს თუ არ მოძრაობს მანქანა. ისეთი გზებია. ვინც ყოფილხარ თურქეთში, ვინც ყოფილხარ ჩინეთში, ვინც ყოფილხარ ევროპაში, ნახეთ როგორი გზებია. ვინ აგებს ჩვენთან გზებს? თურქები. ვინ აგებენ გზებს? ჩინელები. რასაც ჩინეთში, რისთვისაც ჩინეთში მოედანზე გაიყვანენ დახრეთენ, ჩვენ აქ ტაშს უკრავთ. და ჩინეთიდან ჩამოყვანილი პატიმარიც კი რომელიც მუშაობს აქ, ჩინელი პატიმარი, რამდენჯერმე მეც იღებს ხელფასს, ვიდრე ქართველი, რომელიც მუშაობს იგივე მშენებლობაზე. გაგვიგეს ფერქვეში. გაგვიგეს ფერქვეში. და პარლამენტის თავმჯდომარე და ხელმძღვანელები აკადრებენ, ქვეყანას აკადრებენ იმას, რომ თურმე ამ ომში ევროპა და უკრაინა დამარცხდა და რუსეთი გამარჯვებულა. როგორ ჯერეო ასეც რომ იყოს, როგორ უნდა იღებდე ხმას და როგორ უნდა ამბობდე ამას. ვინ არის წინააღმდეგი რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობის? ვინ არის წინააღმდეგი? ვინ არის წინააღმდეგი იმისა, რომ თქვა ნებისმიერ და რუსეთი იქნება ეს, არაბეთი იქნება თუ რაღაცე? ვინ არის წინააღმდეგი? შემოდით ინვესტიციის სამუშაო ადგილი შექმნით. ჩვენი მშენებლები ვერ აშენებდნენ აქამდე რამდენი სახლები აშენებული წარმოიდგინეთ, ჩვენმა მშენებლებმა არ ააშენეს ესენი. ამას რაში ჭირდებოდა ინვესტიციას ვაძლევდით თუ რას ვაძლევდით ჩვენ? ბინების მშენებლობას რა თუნდა და ქალაქის მშენებლობას რა თუნდა, ის მით უფრო როგორი და რა ფული ეღირება ეს ყველაფერი. ვინ დიდრდება ამაზე და ვისი ეს ფული? ვისი ფული ხარჯება და ვისი იქნება კიდე ეგეთ მოგებაც და ბევრი რამ. და რატოა ყველაფერი გასაიდუმლოებული? რატომ გაიყიდეთ ეს ტელევიზიები და ჟურნალისტები, რომ იმას აქებთ, რომ არაბული ქალაქი აშენდესო დავით აღმაშენებლის ქვეყანაში? დღეს ნიკოლოზობა კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას. ვიფიქროთ საქართველოზე. არა იმაზე, რომ მე როგორ კუჭი როგორ ყველანი ჩვენ პრაქტიკულად მშივრები დავჩებით, ყველანი თუ კუჭზე ვიფიქრებთ.
თუ ჩვენ გონებით ვიმოქმედებთ ამ ქვეყანაში, საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა. სწორედ მეცნიერთა კონგრესი ამბობს, გონება, ინტელექტი, ინტელექტუალური რევოლუცია, არა ქუჩის რევოლუცია, ინტელექტუალური რევოლუცია. სწორედ ის, რომ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება. ვერც მილიარდერი და ვერც ქუჩის ბელადი ვერ გადაარჩენს ამ ქვეყანას. ამ ქვეყანას გადაარჩენს სუფთა ხელების მქონე წესიერი ადამიანები გადაარჩენენ ამ ქვეყანას და გაიყვანენ ეს ქვეყანა იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა. ჰაერი, სითბო, წყალი, მიწა ისეთია, რომ მსგავსი არ აქვს არავის, წიაღისეული. ბევრი ლაპარაკობს, რომ აზერბაიჯანს ის აქვს, რა ქვია, ნავთობი აქვს. რა ნავთობზეა ლაპარაკი? წყალს უფრო დიდი ის აქვს დღეს და პატრონი ყავს ამას. და ბოლო თემა. ეგ არის დღეს დავდე რომ ერთი სადაც ჩვენ ესე იგი რაოდენობა თუ გვინდა რომ რაოდენობრივიც და თუ გვაქვს ეს გვაქვს უპირველესად ყოვლისა როგორც Facebook-ზე ეს გამოკვეთილად ვთქვი ხალხის დაავადებით გამდიდრებულთა რაოდენობა იზრდება ქვეყანაში. ამ დღეებში მომეცა საშუალება ყოფილიყავი რამდენიმე ობიექტში, სადაც ყოველგვარი სასუქის გარეშე გურჯაანის სოფელ ზეგაანში არის შატო ზეგაანი. მე იქ პროდუქტი მივიღე, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დასაჭერია. ამ პირდაპირ ვამბობ ამას, მე დაჭერა და ისინი ამ დასაჭერია ქვეყნის ხელისუფლება რას ვაჭმევთ ხალხს ქვეყანაში. არა პლუს ვაჭმევთ. არა ხორცს პროდუქტებს ვაჭმევთ. ან რას ვაჭმევთ. ეს ხო კატასტროფაა ყველაფერი. ჩვენი გქონდა ამ დღეებში ძალიან ბევრ მეცნიერს შევხვდით, რომლებიც ანალიზებზე მუშაობენ. ტირიან ადამიანები აი ბიოლოგიურ ლაბორატორიებში რომ მუშაობენ ტირიან ამ პურის ჭამა როგორ შეიძლება ამ სოსისის და იმის ჭამა როგორ შეიძლება ამ ყველაფრის თურქეთიდან და შემო ამ პროდუქტების ჭამა როგორ შეიძლება ხელისუფლება რისთვის ხარ რას აჭმევ ხალხს ავად გახდა ერი და ამ ავადმყოფობაზე უცხოეთიდან შემოსული კაპიტალით საავადმყოფოები იყიდეს უცხოელება და მდიდრდებიან ისინი. ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე, ჩვენი ავადმყოფობების ხარჯზე გამდიდრებულთა რაოდენობა იზრდება ქვეყანაში კატასტროფულად. რამდენიმე პიროვნება აი ესე მითხრა ამ დღეებში, ამ ერთი კვირის განმავლობაში, თუ პოლიტიკოსები ხართ, არა მარტო იმაზე რომ ჯერ აფასებია. თუ პოლიტიკოსები ხართ და ქვეყანა გიხართ და მეცნიერები ხართ და მეცნიერთა კონგრესი ხართ. დაიწყეთ შემოწმება რა სჭამს ხალხიო. რაკნას ამ ხალხმა, რაკნას ხალხი გეუბნება ლაბორატორიაში მომჟე რაკნას. აი მწვენიერ ნეტავი არ ვაკეთებდი ამ ანალიზს გეუბნება. ნეტავი არ ვაკეთებდი ამ ანალიზს. ბევრი პიროვნება მინახავს, რომელსაც უთქვამს, რომ ჩვენ სოსის არ ვჭამ, ჩვენ ზეხვეულს არ ვჭამ, ჩვენს გამომცხარ პურს არ ვჭამ. ორნახევარი 3 ლარი ესე იგი დაჯდა თვითღირებულება წითელი დოლის როგორ იყიდება იქ 1 ლარად და ლარნახევრად და 2 ლარად თუნდაც როგორ იყიდება რა უქენით აი ამ და ჩაბიწერა კიდევაც იუნესკომ რომ ყველაზე ისეთი გაქვთ ხორბალი გაქვთ ისეთი და კნავთ თქვენს იმას თქვენს ისტორიას ტრადიციას და თქვენს იმას ებრძვითო როგორ შეიძლება თქვა აი პატიოსთან წესიერად როცა არ მიცეს არც ერთი პესტიციდი არ მიცეს ქიმიური არავითარი სასუქი შაბიამანიც კი არ ჩაუდეს ძირში არაფერი რომ გააკეთეს და აი ესე მოიწიეს 3 ლარამდე დაჯდა 1 კილოგრამი მაგრამ სუფთა ესე იგი პრაქტიკულად იმპულსო შეჭამ
მე ფიქრობ, რომ იმ აქამდე რა სჭამდი? ეს პური არ ყოფილა. მაღაზიაში შედიხარ და კითხულობ, რომ პური ლოღირს 7 ლარი. ვეუბნებთ იმას 7 ლარი ხო ღირსა რა ეს პური. რომელი ხორბლისაა? მიკვლევადობა. დიდი მადლობა რომ ბატონმა თენგის ჯალიაშვილმა თავის ძოზე ძალიან ცნობილმა პიროვნებებმა ის რომ მე პურს ვყიდულობ თუ მაგ გინდა აი უნდა ვიცოდე რომელ ფართობზე იქნა მოწეული ის ხორბალი. ესაა ქვეყანა, ესაა სახელმწიფო. რატომ მოხდა? რატომ არის ეხლა იკითხავს ადამიანი კი მაგრამ თქვენ ამას მიხდით და სხვა რა ვიცისო ხელფას რო არ აძლევენ, პენსიას რო არ აძლევენ. თვითონ კარგ ხელფას რომ იძლევენ, კარგ პენსიას ისინი მაღაზიაში არ ყიდულობენ პროდუქტებს. იმათ შემოაგვდი ინდივიდუალურად. გვარები ვიცი ძალიან ბევრი 3 ლარს აძლევენ ერთ კვერცხში. ოღონდ იციან რომ ის არის ისეთი დედლისგან მიღებული, რომელიცაც არაფერი ქიმიური არ მიუღია და სხვა ბალახს იღებს. 3 ლარს იხდიან. როგორ იკადრებენ იმას ის 50 თეთრიანი და რაღაც ის უარი მაღაზიაში რო იყიდება. ვინმე იტყვის კი მაგრამ რატომ ხდება ესეთი რამ? იმიტომ რომ საზღვარზე შემოდის თურქეთიდან, ირანიდან, სხვა სახელმწიფოებიდან შემოდის იაფი პროდუქტები, რომელსაც იმ ქვეყნებში არ ჭამენ. რა ქნას ჩვენმა მეწარმემ? თუ არ უკნას ასუქი, თუ არ უკნა რაღაცა, თუ არ შეურია 1000 უბედურებაში იქ, ისე ვერ გაყიდის იაფად. ამიტომ წამლავთ ხალხს. წამლავთ ხალხს. პროდუქტების უდიდესი ნაწილი, რომლითაც დღეს იკრებება ქართველი ხალხი, ეს არის არა იმუნიტეტის გაძლიერება. ეს არის ადამიანების მოწამვლა. ეს არის გენოციდი. კვების ორგანიზაცია, სისტემა როგორიცაა კვების პროდუქტების ქვეყანაში, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, რომ გარბის ხალხი, რომ შემოვიდნენ სხვები, და 1000 რაღაც პირველ რიგში რა სჭამს ხალხი, ეს არის გენოციდი. რა ხელფას ვაძლევთ, რა პენსიას ვაძლევთ და რას ვაჭმევთ, ეს არის გენოციდი ხალხის. ჩვენ ვამზადებთ ამ ანალიზებს. გავალთ ხალხში ვეთქვით ხალხს. რა თქმა უნდა, ხალხი დღეს ყიდულობს იაფიანს, რა ქნას, გამოსავალი არ მაქვს, გეუბნება. გამოსავალი არ მაქვს, ავქნაო. და ყიდულობს იაფიანს. მაგრამ ვიმეორებ, სამჯერ უფრო იაფად შეიძლება გაიყიდოს თბილისში პროდუქტი, შემოტანილი თუნდაც კახეთიდან. და მეწარმემ იქ მიიღოს 2ჯერ და 3ჯერ მეტი ვიდრე ესენი აძლევენ. გადამყიდველები, მეცხრე ხელი ყიდის. და რომ იყიდა ვისა აქვს ხელში ესენი, ხორბლის შემოტანა ვისაც აქვს რუსეთიდან პარლამენტში ზის, საწამლავია. რაც შემოდის 80 თეთრი შეიძლება გირდეს ხორბალი. აი როგორ შეიძლება ეს, ნუ აი ვინმე უნდა ახსნას ერთი, აი მეცნიერმა თუ არა და ვინმე პრაქტიკოსმა უნდა ახსნას, რომ შეიძლება მოიწიო ხორბალი, რომელიც შეიძლება გაიყიდოს 80 თეთრად. ამდენ სასუქს და რამეს უშვებიან. წამლავენ ხალხს ხომ? და ამის გარდა მიადაგი მოიწამდა, წყალი მოიწამდა, ბუნება მოიწამდა, ხალხი იწამლება. და ესენი თანამდებობებს ინარჩუნებენ. როდემდე ნიკოლოზობა დღეს. როდემდე მე ვაპირებ გამოვიტანო ასე იგი კლასიკური გაგებით რას ნიშნავს მოსახლეობის გენოციდი. ჩვენ თავის დროზე დავადასტურეთ და მივეცით ოცნების ხელისუფლებას და ბიზნე ივანიშვილს გაუგზავნეთ პროკურატურას და ბევრ გოლში გავაგზავნეთ კიდე, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გენოციდი მოუწყო ქართველ ხალხს და ვასაბუთებდით რატომ. აი ახლა ვიწყებთ იმის დასაბუთებას, რომ გენოციდია დემოგრაფიული პოლიტიკა, გენოციდია ხალხი რომ მიდის ქვეყნის გარეთ, გენოციდია საქართველოსი და მისი მოსახლეობის ვინც შემოდის გარედან, გენოციდია პროდუქტები, რომელიც შემოგვაქვს
და გენოციდია პროდუქტები, რომელსაც ვაჭმევთ ჩვენ ხალხს. გენოციდის ნიშანია ის, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა აჭარბებს დაბადებულთა რაოდენობას საქართველოში. კავკასიაში ჩვენ ვიყავით აღიარებული იყო ეს აზერბაიჯანის, სომხეთის და ყველას მიერ, რომ საქართველო იყო წარმართველი. მეცნიერებით, კულტურით, ხელოვნებით, ყველაფრით. მოსახლეობის მიხედვით ვიყავით პირველ ადგილზე. მეცნიერების მიხედვით ვიყავით პირველ ადგილზე. ყველაფერი იყო გამორჩეული. დღეს საქართველოში, აზერბაიჯანში ჩვენ 1-2 მილიონით მეტი ვიყავით. დღეს აზერბაიჯანში ცხოვრობს 10 მილიონი, საქართველოში ცხოვრობს 3 მილიონი. და ძალიან ცუდი რამეები. თუ სწორად არ მოვიქცევით, აი ზანგეზურის მშენებლობას არ დაჭირდებათ. სომხებმა და აზერბაიჯანელებმა მოძებნეს საერთო ენა და მტრისას, რაც საშიშია ჩვენთვის ეს განხორციელდეს და ის განხორციელდება, იმიტომ რომ ჩვენ რა გზითაც ამერიკა, ევროპის ლანძღვის ფონზე ყველაფერი მოსალოდნელია. მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ ყოველ სამუშაო დღეს 4-დან 6 საათამდე მეცნიერთა კონგრესის დროა ტელევიზია ქართულ ტივიზე. მომდევნო წლიდან ვაპირებთ, რომ გავზარდოთ და 4 საათი იყოს ყოველ დღე. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება ბევრმა უყუროს, ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მივეხმაროთ ამ ტელევიზია ქართულს, დღეს ამის თაობაზეც იყო საუბარი, მივეხმაროთ, გადავარჩენთ ჩვენ პარტიებსაც, ხალხსაც, არავის ციხე არ დაგჭირდება, ჩვენ არავის არ ვებძვით, ჩვენ ვებძვით საქართველოსთვის. და ნებისმიერი ხელისუფალი თუ ის ქვეყანაზე ფიქრობს, უნდა აფასებდეს იმ პოლიტიკურ ძალას, იმ მეცნიერულ ძალას, იმ ინტელექტუალურ ძალას, რომელიც ვინმეს კი არ ებრძვის, არამედ იბრძვის საქართველოსთვის, საქართველოს მომავლისთვის. ჩვენ არ შეუერთდით მოძრაობას ყველა ერთის წინააღმდეგ, როცა ბიძინევანიშვილის წინააღმდეგ იყო და ვთქვით, ეს არის ფაშიზმი, ამას არ შეუერთდებით. ჩვენ არ შეუერთდით ნაციონალურ ოცნებას, არ შეუერთდით იმაში, რომ თავარია დაუმარცხოთ ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ ყველას ვეუბნებით, ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მთავარი. მთავარია საქართველოსთვის ბრძოლა, საქართველოს მომავლისთვის ბრძოლა. აი ეს არის მეცნიერთა კონგრესი. ამ ქვეყანას ბიძინევანიშვილი ჭირდება, მაგრამ არა პოლიტიკაში. ამ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილი ჭირდება, მაგრამ არა ამ ამბიციებით. ჩვენ ყველანი ვჭირდებით ამ ქვეყანას. მეცნიერთა კონგრესს არავითარი ის არ აქვს, რომ თქვათ ვინმე დავიჭიროთ და იარაღით გამოვიდეთ და ვინმე დავამხოთ. არა. ჩვენი ამოცანა არის, რომ ინტელექტუალური რევოლუცია მოხდეს ქვეყანაში. ჩვენი ამოცანა არის, რომ ეროვნული ხელისუფლება იყოს ქვეყანაში. ჩვენი ამოცანა არის, რომ ქვეყანაში სიცოცხლე იყოს დაფასებული და სიცოცხლის ხანგრძლივობა იყოს დიდი. ჩვენ ეროვნული განწყობით ვართ. სკამისთვის არ ვიბძვით, არც მოსაპოვებლად და არც შესანარჩუნებლად. ის რაც დღეს ხდება, საქართველოს მთელი ინტერესი, ქართული ცნობიერება ეწირება სკამისთვის ბრძოლას. ერთნი გაბოროტდნენ სკამის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში და მეორენი სკამის მოპოვებისთვის ბრძოლაში. გაბოროტებულია ხელისუფლებაც და გაბოროტებულია ოპოზიციაც. ასე ქვეყანა ვერ წავა წინ. ამიტომ დგას საკითხი. ეროვნული მოძრაობა, განახლებული ეროვნული მოძრაობა. ამიტომ დგას საკითხი, რომ წესიერი ხალხი, საზომი ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს, არის 4 კრიტერიუმი.
ბატონი ვახში უფრო კონკრეტულად და ლაკონურად და კარგად ამბობს, მაგრამ 4 მთავარი, რომელიც მიღებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ნებისმიერი პიროვნება, ვინც მოდის, უნდა იყოს გამორჩეული ინტელექტით, ენერგიულობით, გამბედაობით და წესიერებით. წესიერების გარეშე ინტელექტი, ენერგია და გამბედაობა დამანგრეველი ხდება. ანუ მთავარი არის წესიერება. წესიერება, როცა მე ადამიანი ზუგდიდის მატარებელში მეუბნება, რომ მე ვცხოვრობ წალენჯიხაში და რა ხდება წალენჯიხის ტყეებში და როგორ გამოვაქვთ ხე-ტყე იქედან ღამე და რა უქნეს, ამას კიდე ეს უნდოდა სამეგრელოს რეგიონს თავისთავად ენგურხესმა შეცვალა კლიმატი და ამას კიდე ნაცვლად იმისა, რომ ხე-ტყეებს იქ ვეფერებოდეთ, ულიდეთ, ვგავდეთ, კიდე ეს უბედურება. რა არის მეტი გენოციდი ხალხო? სურათი დევს ჩემს Facebook გვერდზე, რომ ხელოვნებას არ აქვს საზღვარი. მერაბ ბერძენიშვილის ეს უნიკალური ქმნილება, რომელიც იყო იქ, რომელიც მხოლოდ სურათებზე დაგვრჩა. და მე წერია, ბოროტებასაც არ აქვს საზღვარი. პირველი შექმნა მერაბ ბერძენიშვილმა, მეორე შექმნა ბჭყალებში, მაგრამ შექმნა მაინც მიხეილ სააკაშვილმა. ეს ხელისუფლება ამ გზით მიდის. არავით არის ხალხის ინტერესი. თავარი სკამი. სკამის შენარჩუნება, ძალაუფლების შენარჩუნება. თუ ამას ქართველი ხალხი დაუშვებს, ჩვენ არც ისტორიული და არც დიდი წარსულის მქონე და არც ინტელექტის ქვეყანა არ ყოფილიყავთ. რატომ გავჩერდით და გავჩუმდით მეცნიერები? რომელია მართალი? რომელი? აი ასე ზრდა ფასების ხელოვნური რომ არის, არ იცით? ხელოვნური რომ არის აფთიაქებში სწავლების ფასი, არ ვიცით? ხელოვნური რომ არის სამედიცინო მომსახურებაში ფასები, არ ვიცით? ხელოვნური რომ არის ჯარიმები, არ ვიცით? ხელოვნური რომ არის აი რაგირს თქვათ ეს კომუნალური და ობიექტები, რომელიც შენდება, გზები და სხვები, არ ვიცით რომ ხელოვნური რო არის ყველაფერი. ყველაფერი რო ხელოვნურია ესენი, არ ვიცით? რომ წარმოუდგენელია რომ ამის დაშვება არ შეიძლება რომ აშენდეს სოფელი, თქვათ, ქალაქი აშენდეს, არ ვიცით? ედით შეგთხოვთ მეცნიერებს, წადით და შედით ერთ საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე. ვინ შეგიშვებთ? აი რომ გატყუებენ აქ. ჩინური სოფელია იქ. და ყოფილი გუბერნატორი რომელმაც დაანგრია ის ჩინელების წარმომადგენელი აქ და ხელფასი აქვს 40-50,000 ლარი. მოიწყო საქმე. აბა შედით ერთი, თუ შეგიშვებენ საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე, თუ შეგიშვებენ. ჩვენია უჩინელები ამბობენ. და საგადასახადო ზონა აქვს განსაკუთრებული, გადასახადს არ იხდიან. აი რაც ამ ქვეყანაში ხდება, ყველაფერი არის სკამის შენარჩუნებისთვის, პატრონების დასაკმაყოფილებლად, ვინც ამ სკამებზე მყოფებთ, აკმაყოფილებთ და ყველაფერი არის ხალხის წინააღმდეგ. უნდა შეიკრას დიდი გუნდი, რომელიც ამას არ შეეგუება. და დარწმუნებული ვარ ხალხში ნელ-ნელა და არა მარტო ხალხში, ხელისუფლებაშიც დაიწყებენ სხვანაირად ფიქს. ხელისუფლება იმდენადაა დაუნდობელი, რამდენის უფლებასაც ვაძლევთ ჩვენ. არსად სოფლიოში ასეთი უფლება არცეთი ხელისუფლებისთვის არ არის მიცემული. ეს წარმოუდგენელია. ნებისმიერ კონტინენტზეა წარმოუდგენელი უკვე. არათუ დემოკრატიულ ქვეყნებში. და ხმამაღლა ვამბობ. დავით აღმაშენებელი რომ ადგეს დღეს, მას არ უნდა მივცეთ იმდენი უფლება. ჯერ თვითონ ვარი კადრებს არ გააკეთებს, ეს ერთია, მაგრამ რომ დაუშვათ მოინდომოს. მას არ უნდა მივცეთ იმის 1000-დი უფლება, რა უფლებასაც საკუთარ თავს აძლევს ბიძინა ივანიშვილი. მან რა უფლებაც მიცა თავის თავს. მისი შვილიც
მათ მიერ შემოყვანილი ქურდებიც, ეს ძველი ბიჭებიც, როგორც იქცევიან ქვეყანაში, ეს არის ქვეყნის დაუღუპვა. მე ვარ იმ ადამიანთა შორის, რომელიც ამათ გადარჩენაზეც ფიქრობს და უპირველესად ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრობენ. იმ ადამიანებთან ერთად ვარ. როგორც რიგით ჯარდება